მე და შოთა დაგელოდებით. შვიდად ილაპარაკეთ. მერაბა ედანურ. გამარჯობა ედანურ. გამარჯობა თამილ. და სხედით რატომ დგახართ? როგორ ხარ ედანურ? კარგად. შევინახო გინდოდა. მითხრეს თითქოს განქორწინება გინდა და არ დავიჯერე. Ben inanmadım da. მინდოდა შენგან მომესმინე. Evet ben დიახ, boşanmak istiyorum. განქორწინება მინდა. ედანურ. ძალიან ბევრი ცუდი გადავიტანეთ. ის რაც არც შენ და არც მე გვინდოდა. მაგრამ განქორწინებას ვერასდროს გამოვასწორებთ. წამოდი სახლში წავიდეთ. ხელი მომეცი. Burası benim için ჩემთვის უკვე აღარაფრის გამოსწორება აღარ შეიძლება თემელ. Sen ქორწინების ბეჭედი ხელის გულზე დამიდე. sonra da sen benim შემდეგ karımı მითხარი რომ შენი ცოლი არ ვარ და გავიწყდა. unuttun mu? აღარ გახსოვს? ადამიანმა გაბრაზებულ გულზე შეიძლება ბევრი რამ თქვას ედანურ. შენ ნათქვამს თითოეულ სიტყვას უმანო. გეფიცები. თუ მაპატიებ, Affedersin. თუ შეძლებ მაპატიო ყველაფერი თავიდან დავიწყოთ ჩემო მეუღლე. Gel her şey yeniden başlayalım. ყველაფერი. Bitmiş bir şey. აზრი არ აქვს იმის თავიდან დაწყებას, რაც დამთავრდა. İmzalarsan თუ ხელს მოვაწერ, ამით ყველაფერი დამთავრდება. თუ პრობლემა იმ ბავშვია, რომელიც შენში ცოცხლობს, თუ აბორტის გაკეთება არ გინდა, Ben sahip მასზე ვიზრუნებ, მისი მამა ვიქნები. საკუთარი შვილი გეყოლება. მისი მამა იქნები. რა ადამიანი ხარ? სემა გაჩერდი? კაცი გემუდარება არ გესმის? შენში ადამიანობა მოკვდა? მოკვდა სემა. სემა, პასუხობს კიდეც. სემა საკმარისია. უსირცხვილო. წეული იყოს ყველა ის წელი, რაც შენთან მეგობრობაში გავატარე. გეყვნა, წამოდი. კარგი. წარმატებებს გისურვებ. შენც.
ადგილი შესვლისთვის მზად არ არის ოსმან. ადგილი შესვლისთვის მზად არ არის ჰალილ იბრაჰიმ. აქ დამელოდეთ. წამოხვალთ, როცა ნიშანს მოგცემთ. რა ნიშანი იქნება? მიხვდებით ბიძია. კაცი, რომელმაც თქვა, რომ ცოტანი ვართ, ახლა მარტო მიდის. იქაურობა შეიარაღებული ხალხით არის სავსე. აქ ჰალილ იბრაჰიმის გარდა არავინ არაფერს აკეთებს. ჩვენ მხოლოდ მუშახელი ვართ. ეგრას ნიშნავს. გამოგვაქვს ყუთები, გვამები და ყველაფერი მსგავსი. ბიძია, იქით გავაჩერებ. გამარჯობა. ზააგერია? არა. ეს ადგილი დურსუნ ლეტოს ეკუთვნის, არა? შენ ვიხარ? ჰალილ იბრაჰიმი. დადი ოსმან, რაღაც ელოდები. ნიშანი ხომ უნდა მოეცა? სროლის ხმა ვერ გაიგონე? ნიშანი ეს იყო. ბიძია, იარაღი არ გვაქვს. არც გჭირდება თუ არ აპირებთ, რომ ჩვენ გვესროლოთ. სანამ ივალ ცოცხალი აღარავინ იქნება. ჰალილ იბრაჰიმ. ჰალილ, კარგად ხარ? კარგად ხარ? კარგად ვარ ძმაო. ჰალილ იბრაჰიმ, ამდენი ხალხი მარტო მომუკალი? ჰალილ იბრაჰიმ. გარეთ მდგომ სატვირთოში უნდა გადავიტანოთ. სექტი. ახლა მიხვდი რას ნიშნავს მუშახელი? ამ ხალხის მოკლას ჯობდა ტვირთი გეტარებინა. დაღლილობისგან მაინც მოკვდებოდნენ. მოგძამდი. რატომ არ შემატყობინე რამეს მოგიმზადებდი? რატომ არ გითხარი რომ მოვიდოდი არა? რომ მეთქვა რამეს მომიმზადებდი. და შენ რატომ არ მითხარი დილით რაც გააკეთე? რატომ? რიзвან ბეი, ყოველთვის გეუბნებოდი რომ მრავალცოლიანობას უარყოფითი მხარე აქვს. ყოველთვის გვიანიგებ შენი ცოლები რას აკეთებენ. სისულელეს ნუ ამბობასიე. ჰალილ იბრაჰიმს რატომ შეხვდი? რატომ? დიახ, ჰალილ იბრაჰიმს შევხვდი. მასთან შეთანხმება მინდოდა და ასეც მოვიქეცი. ვინახე? თუ გინდა შემიძლია შენს მაგივრადაც დაველაპარაკო. ფაქტია, სულ ლაპარაკობთ, მაგრამ შედეგამდე ვერ მიდიხართ. აი, შეთანხმებას მივახციე.
მე ერთ სიტყვას ვამბობ, პასუხად კი ორი მესმის. ჩემს კითხვაზე მიპასუხე, ასიე. მასთან იმიტომ მივედი, რომ ჩვენი შვილიშვილისთვის უსაფრთხო ცხოვრება შემექმნა. მისთვის ის გავაკეთე, რაც ჩვენი შვილებისთვისაც კი არ გაგიკეთებია. ცუდად მოვიქეცი? არ შემიძლია არ თქვა, რომ ვიფიქრე მძევლად დაგიტოვებდა და დაგახრჩობდა. ასე ვიფიქრე. ნადიმე. დარწმუნებული ვარ, მან გასწავლა. ხომ გიყვარდი რიзвან? რა მოხდა? არ მიყვარს, როცა რამეს ჩემგან მალულად აკეთებენ, ასიე. კარგი, მაშინ ახალ ამბავს გეტყვი. თამირი და ედანური დაქორწინდებიან. მერთო ჩემო. ქორწილი როდის იქნება რიзвან? ღმერთი ყველაფრისთვის პასუხს მოგთხოვს. თვითონ ვარ დამნაშავე შენ რომ გელაპარაკები. კარგად მომისმინე. უკანასკნელად გიმეორებ. თუ ჩემგან მალულად რამეს გააკეთებ, ასე ნუ მელაპარაკები. მეშინი. კარგი. აღარ ვიზა. მერთო ჩემო. ლეილა. ლეილა შულო. დიახ, დედა. ნახე მამა შენი მანქანაში ჩაჯდა თუ არა. ნუ ამაყენებ, წადი. რა ხდება? ეს თვითია ჩაჯდა მიდის. კარგი. შენ სათახში წადი. რა ხდება ასია? ყველაფერი კარგადაა ძმაო დურსონ. ჩემთან მოდი, უნდა ვილაპარაკოთ. შეგეძლო ჩემი ცოლისთვის დაგერეკა, მე რატომ მირეკა? არა, შენი ცოლი არ მჭირდება, შენ უნდა ვილაპარაკო. რასთან დაკავშირებით? შენ ღირსებასა და შენ სიამაყესთან დაკავშირებით. რიзвანი არ არის? სად წავიდა? რიзвანი არ არის. მისი სიამაყე შეილახა, როცა ზეინები ქორწილიდან გაიქცა. უნდა ვილაპარაკოთ იმისთვის, რომ შენი სიამაყეც არ შეილახოს. გასაგებია, ასია, გასაგებია. აშკარა არაც მოხდა, კარგი. იევსთან ერთად მოვალ. კარგი, გელოდები. ძმა, ცოტა ხნის წინ მახიში გაგაბეს. მათი ნდობა არ შეიძლება. ამბობენ, რომ ხალილ იბრაჰიმს არაფერს დაუშავებენ. მაგრამ რამე თუ მოხდება, ყველა დაზარალდებით. ხალილ იბრაჰიმი შენ ვინგონია? შენ რომ არა ცოცხალს არ გაუშვებდი. ამაზე ლაპარაკს ნუ მაიძულებ. რამე გითხარი? მხოლოდ იმას ვამბობ, რომ მაგ ხალხს არ ვენდობი. მათ შორის არც მამას. მე მენდე ზეინებ, მე. შეთანხმება მოვამზადე, ყველას მოუწევს დამეთანხმოს. ტრობა დასრულდება თუ გაგრძელდება, ამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ოჯახები შეთანხმდებიან. შენ ხომ ცდილობ ქალები და ბავშვები არ დაშავდნენ? მეც ეს მინდა, გესმის? კარგი ძმა. ბეტყვი. ახლავე დაურეკე. ტელეფონით არ სარგებლობს. რას ნიშნავს, როგორ არ აი, სარგებლობს? ესე ტელეფონი არ აქვს. ტელეფონი არც მის მეგობრებს აქვთ? გონია დაგთანხმდება, შემოთავაზება ტელეფონით მიიღოს. კარგი. შოთასთან ერთად წადი და ერთ საათში დაბრუნდი. კარგი. შოთასთან ერთად წავა. და მაშინ დაბრუნდები, როცა მინდება. ზეინებ. ღმერთო ჩემო. არც ჩაის მიუტან და არც ყავას. მათთან გასვლა და ძმა იევუზის დანახვა არ მინდა. გათხოვება არ მინდა. ისევ ძმას ეძახი? ენას ამოგაცლი, თუ კიდევ ერთხელ ძმას დაუძახებ. შენი აზრით აქ თამაშობთ? წადი, ჩაი მიუტანე. ხალილ იბრაჰიმს მდიდარი გოგო სჭირდება.
შენ კი შენი განსვენებული ძმასავით ვიღაც მაწანწალა გინდა. დღეს ხალილ იბრაჰიმი ვნახე. არც იავუს საცოცხლებს და არც ფიქრაც. შენს და საიშეს შეხედე. მალე მდიდარი ქვრივი გახდება. შეგიძლია მას მიბაძო? ცოტა ხანს გაუძელი, ცოლად გაყევი, შვილი გაუჩინე, შემდეგ გაშორდები და როცა მოკვდება მის მილიონები შენ დაგრჩება. შეგიძლია ფული მასზე დახარჯო, ვინც გენდომება, მაგრამ არაფერი გესმის. არ მინდა. ნერვებს ნუ მიშლი. ჩაი შენ რატომ მოგაქვს? სხვა არავინა? ლეილა სად არის? აქ არის, მაგრამ სხვა საქმე დავავალე. მოდი დაჯექი. ჩემო თავაზიანო შვილო, დაჯექი. ძმაო დურსუნ. აბა რა ხდება? ჩვენს სიამაყეს რა შელახავს ასეე გითხარი? ძმაო დურსუნ, ხომ იცი ჩვენს შვილებს? გონება აერიათ მას შემდეგ, რაც ზეინები ქორწილიდან გაიქცა. არც დედას უსმენენ, არც მამას. ფაქტია, ნადიმე ცდილობს ჩემზე შური იძიოს. უნდა რომ რეშიდის ვაჟი ჩვენს ლეილაზე დაქორწინდეს. მაგრამ მაშინვე ყველაფერს მივხვდი. მამა მის დაველაპარაკე და ყველაფერი გააკეთე, რაც საჭირო იყო. ციხეში ჩასვეს. მაგრამ მაინც არ მშვიდდება. მართო ჩემო. ციხეში გამოკეტილმა რა უნდა გააკეთოს? შენ საცოლეს სასიყვარულო წერილი გამოუგზავნა. წერს, რომ როცა გამოვა ცოლად მოიყვანს. ასევე წერს, რომ ძმა დურსუნის იარაღი მას მიაწერეს. ხო, ასეა. წერს, რომ უდანაშაულოა და მოიდაცებს, როცა გამოვა. წერილი ციხიდან გამოგზავნა? არა, ციხიდან არ გამოუგზავნია. წერილი არავის უნახავს. ნუ გეშინია. მაგრამ ეს მე ვნახე. ჩემს ქალიშვილს უბედურებას გადაყრის. შვილს დამიღუპავს. კარგი მებეც შევეგუები, მაგრამ თქვენ რა გელით? რა ელის თქვენს ღირსებას, თქვენს ბიზნესს? განა ეს არ დაგხუპავს? არა. ჩვენი დაღუპვა ასე მარტივი არ არის. კარგი, ჭკუას ვასწავლი. რა მოგივიდათ? რას ნიშნავს ჭკუას ასწავლი? ასეა. შეგვიძლია წერილი ვნახოთ? ერთ გვერდს ფოტო გადავუღე, მაგრამ სხვა გვერდების გადაღება ვერ შევძელი. თვითონ წაიკითხე. მართალი გითხრა, ეს საკითხი რიზვანმა უნდა მოაგვაროს, მაგრამ არასწორი იქნება რეშით თუ ეჭხურება. კარგი, ამ საკითხს მივხედავ. ჩაის კიდევ მოგიდანთ. თქვენ კი მანამდე იფიქრეთ. მამა, ღვთის გულისათვის რაღაც წერილის გამო ვიღაც ბიჭს ხომ არ გამოვაკიდებით? ლეილასაც არაფერი მოუვა. უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია ევის. ლეილაზე იქორწინებ. რაც შეეხება რეშიდის ვაჟს, მასთან წახვალ და ყველაფერი შენს თვალწინ მოხდება. ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს. ყველამ თავისი უნდა მიიღოს. კარგი. ზემა, შეუძლებელია ეს ჩვენი ედანური იყოს. ო, ჩვენი ედანურია. გამოიწყო და განქორწინების სათხოვნელად მოვიდა. თითქოს რამე ზეიმობდეს. თავი ვერ შევიკავი და სახეში გავარტყი. მართლა ვერ ხვდები. როგორ შეუძლია იმ სახლში იცხოვროს? მაგ ოჯახმა ჩემი იასემინი მოგლა. ედანურმა ეს იცის, როგორ შეუძლია. იმას გეუბნებით, რაც ვნახე და მოვისმინე. ზეინებიც იქ იყო. თუ გინდათ მას კითხეთ. ედანურს ხო არაფერი უთქვამს?
არა, ისე წავიდა, რომ არაფერი თქვა. შენი აზრი მაინტერესებს, როგორ ფიქრობ? ამის გაკეთება აიძულის? ფიქრობ, ედანურს არაფერს არ აიძულებენ. ყველაფერი დამთავრდა. ედანურის თვალები დავინახე. მის თვალებში აღარ ვარ. ხომ გითხარი? მის გულში ჩაგეხედა. არც გულში ხარ? არა, ხალილ იბრაჰიმ, არც იქ ვარ. ამიტომ ეს თემა ჩემთვის დახურულია. უკვე ყველაფერი მითხარით და გააკეთეთ, მაგრამ გთხოვთ, ჩემი თანდასწრებით მასზე აღარ ელაპარაკოთ. ახლა გითუნებას მომცემთ, წავა. რა მიზეზიც არ უნდა იყოს, ძალიან განვიცდი, როცა ორი შეყვარებული ადამიანი ერთმანეთს შორდება. ან ადამიანები არაფასებენ თავის რჩეულებს ან სიყვარულს. რაც უნდა იყოს სიყვარულს ყოველდღე ხომ ვერ ხვდებით არა? ჩემი აზრით ძალიან რთულია იყო ადამიანი, ვინც სიყვარულს იმსახურებს. როცა ასეთ შეხვდები, მისთვის ყველაფერზე უნდა წახვიდე. შენ ცხოვრებაში ასეთი ადამიანი იყო? რა თქმა უნდა, დაწყებით კლასებში სულელო. არ გახსოვს? როგორ შეგაჩერე და სიყვარულში გამოგიტყდი. შენ კი გაიქეცი. ხო, მახსოვს. სხეულზე არსებულ ჭრილობებზე რომ მეკითხები, იმ ჭრილობებზე მკითხე, რომელიც თავზე მაქვს და გავიწყდა სამჯერ რომ გამიტეხე. არა, თავი ორჯერ გაგიტეხე. მესამედ უბრალოდ ხელი კარი. წაიქეცი და თავი ქვას დაარტყე. სიყვარული დაწყებით სკოლაში დარჩა? მას შემდეგ არავის შეხვედრილ ხარ? ვინც გარბის, იმას უკან ვერ გავეკიდები, იბრაჰიმ. ეს ჩემთვის გაკვეთილი იყო. მას შემდეგ არავინ მყარებია. გითხავდი რატომ, მაგრამ შენს გარშემო ნორმალური ადამიანები არიან, ამიტომ არ გითხავ. ასეა. ახლა კი შენ მითხარი. მზად ხარ გამოიწვია? ვინ? ის ვინ შენს გარშემოა? ის გამოწვევა მათთვის არ არის. რაზე ვსაუბრობთ? იმაზე რომ ველზე გაიმარჯვე. ნახოთ მაგიდასთანაც გაიმარჯვებ თუ არა. რომელ მაგიდასთან? დიპლომატიურ მაგიდასთან. ომის მაგიდასთან იგებენ და არა ბრძოლის ველზე. ჩემმა ძმამ ყველა დაარწმუნა, უთხრა რომ შეუძლია შეთანხმებას მიაღწია. როგორ და სად მოხდება? მოდი. არგელოდი ძმაო ევუს. რატომ? ჩაბარდი, სასჯელს უშიშრად იხდი, ლომივით. ამაყი ხარ. ერთი სიტყვაც არ გითქვამს. რა თქმა უნდა, შენ სანახავად ხშირად მოვალ ძმაო. სხვაგვარად როგორ იქნება? დიდი მადლობა ძმაო. იმას ვაკეთებ, რასაც ჩემგან ელიან. ასე. რაღაც გავიგე, გადავწყვიტე, შენთვის მეკითხა. გკითხე ძმაო. ჩვენი ლეილა, ლეტო. მის მიმართ რამე გრძნობა გაქვს? რატომ მეკითხები? რატომ გეკითხები? ხომ იცი ჩვენთან ქორწინება თანამშრომლობის გამო ხდება. ჩემი ძმა ხარ, ამიტომ მინდა გულახდილი იყო. მამა ჩემმა მითხრა, რომ ლეილა სოლად უნდა მოვიყვანო. უარი ვუთხარი, რადგან ლეილა ჩემი და ასეთი რამ როგორ შეიძლება, მაგრამ არ მომისმინეს. თუ მის მიმართ გრძნობა გაქვს, ძმა რაშიდი დიდი ხანია ჩვენთან მუშაობს. ხავთ ჩაერიოს და ამ საკითხს მოვაგვარებთ.
ბიძი არის ივანსაც და ველაპარაკებით ვეცდებით დავითანხმოთ. უბრალოდ მინდა გულახდილად მიპასუხო. სიმართლე მითხარი. ძმაო, ლეილა მიყვარს. ხოჩა? კარგი. მასაც უყვარ ხარ? არ ვიცი ძმაო, მის ნაცვლად ვერ გიპასუხებ, არასწორი იქნება. იცი ძალიან მამაცი ბიჭი ხარ. ხოჩახ. მაშინ გვერდზე გავდგები. შეგიძლია არ ინერვიულო ძმაო, მშვიდად დაიძინე. მადლობ ძმაო. კარგი. ბადრაგი. დავუდი კარგი ადამიანია, მის რესტორანში ჯერ არაფერი მომხდარა. იქ რაიმეს მოწყობა არავის უცდია. საშიში ოჯახი ჰყავს, არაფერი მოიმოქმედოთ. უმართლა დავუდს უკვე ველაპარაკე, დიდი ხანია ვიცნობ. რესტორანზე პასუხისმგებელია. კარგი, იქ დიპლომატიისთვის მივდივართ, ბრძოლას არ ვაპირებთ. ხალხს უყვარ ხარ, ამიტომ ეშინიათ. ასია მამა მუზაფერ. მადლობ. კარგი, ნუ გეშინიათ, იმედს არ გაგიცრუებთ. კარგი, წარმატებები. დროებით. ოსმან. ეს ხალხი ახლა საკეთებს. თუ სამსახურს დაპირდი, მაშინ ცოდვას ნუ დაიდებ, ნუ მოატყუებ. ჩვენ ხალხს ვჩეხავთ და არა შეშას. არაფერს დავპირები ვარ, სისულელეს ნუ ამბობ. უამრავი ტვირთი გადმოიტანე, სანამ შენ ლეტოს სახლში ჩაისვამდი. კარგი ადამიანები ჩანანთურან. ადამიანების ცნობა არ გეშლება. მართალია. ადამიანების ცნობა არ ვიცი. შვილო. ის ბიჭი ვიგულისხმე, ხომ თხოვე თვალი არ მომეშორებინა, სულ ესაა? არა, მართალი ხარ, შენს გამო თავ შევაკლავ. კარგი რა, წავედით ბიჭებო, წავედით. ჯამალ, საქმე. აქ უკვე ყველაფერი გააკეთეთ. თქვენ საქმეს მიხედეთ. ჰალილ იბრაჰიმ, თუნებას მოგცემ, შემოგიერთდებით. ძმაო, ვერაფერს დაკვირდებით სიკვდილის გარდა. ამას შენ არ გვკვირდები. ერთ დღეს ყველა მოკვდებით, მაგრამ თავარია სწორ ადამიანთან ერთად მოკვდეთ. ასევე შეგიძლიათ თავისუფლად იცხოვროთ. თუ შეგვქვნით სამყაროს ბოროტ მოქმედების გარეშე, მაშინ შევძლებთ შვიდად მოკვდეთ. უკვე იცით რა მიზანიც გვაქვს. თანახმავართ. ოსმან, ჩვენც წამოვალთ. ვერ გაიგონეთ რა თქვა? კარგად დაფიქრდით, მაშინვე თანხმობას ამბობთ. ისე თითქოს დასვენებას დაგკვირდათ. წადით, კარგად დაფიქრდით, თან შეშა დაჭერით. საღამოს ცივა გასათბობად შეშა დაგჭირდება. მიდით. სწრაფად. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. მადლობ. საჭირო არ არის, მე წავიყვან. ძმაო რაშიდ. მოვიდა ადამიანი, რომელსაც ელოდი. ჯერ ისევ ველოდებით ეუს. მამა შენთან ერთად რატომ არ მოხვედი? რაღაც საქმე მქონდა, მოვაგვარე და მოვედი. აქ ვარ. გემრიელად მიირთვით. გმადლობ, დაჯექი. აბა? არ მოსულა? გონიერი ადამიანი ამ მაგიდასთან არ მოვა. ანუ ასეთი მტრები რომ გყავდეს მაგიდასთან მისული. მაშინ რა სიტყოდი? თუ იტყვის ლევენტი მჭირდება წავიყვან და წავალ, წინააღმდეგი არავინ იქნება. ხომ ასეა?
შენ კი ჩემი დამცირების მცდელობით გონება სულ აგერია, არა? ჩიხუახუა. რა დაგიშავე? წვნიანი ჭამე ლევენტ. სცენებს ნუ მოაწყობ. ეი შენ. მარილი მომაწოდე. მე მარილი გითხარი, ეს ხომ შავი პილპილია. რა მნიშვნელობა აქვს მარილია თუ პილპილი? მოვიდა. აქ იყოს. კარგი ბატონო. იარაღით შესვლა არ შეიძლება, შოთა გეტყოდათ. იარაღი არ მაქვს. კარგი, წამომყევი. შენი ხალხი აქ დარჩება. ჩემი ხალხი კი არა, ჩემი ძმები არიან. მათთვის მაგიდა დავჯავშნე, სანამ მე საქმეზე ვილაპარაკებ, ესენი ისადილებენ. კარგი, ალი ქემალ, ჰუსეინს დაურეკე. გამომყევი. აი, მოვიდა ჩვენი მეგობარი. დიდი მადლობა რომ მოხვედი და მოწვევაზე უარი არ გითხარი. დაბრძანდი გთხოვ. მოდი, მოდი. შენს მოლოდინში წვნიანი უკვე მივირთვით, ჰალილ იბრაჰიმ. შენ რას მიირთმევ? არაფერი მინდა. მომიწვიეთ და მოვედი. გთხოვთ, გისმენთ. დასაწყისისთვის წუხვარ იმის გამო, რაც მოხდა. არავის უნდოდა ერთმანეთი ასე გაგვეცნო და ერთად აღმოჩენილიყავით. რთული დღეები გადავიტანეთ და დღემდე ასე, ამიტომ ჩემს პარტნიორებს დაველაპარაკე. გვინდა რომ ეს მტრობა ბოლოს და ბოლოს დამთავრდეს. როგორ დამთავრდება ეს მტრობა იმ სისხლის შემდეგ, რომელიც დაიღვარა? ახალგაზრდავ. რადგან მრავალი წელი აქ არ ყოფილხარ, შეიძლება არ იცი, მაგრამ აქ ყველა ნათესავს შორის სისხლი დგას. და მიწებზე ხალხი ამას მიეჩვია. შეიძლება სისხლიც დაიღვაროს და წრემლიც, მაგრამ შემდეგ უკვე საქმეში გონება შემოდის და შერიგების გზას პოულობთ. ეს კი აუცილებელია ცხოვრებისთვის. შერიგების გზის პოვნა. დიახ, ბიძა ჩემისგან მსმენია. ასევე გაიდგით ფესვები მიწაზე იმ სახლში, რომელიც წაგართვით. ჩემი აზრით ამასთან მიწა არაფერ შუაშია.
ეს დაკავშირებულია კაპრიზებთან, უმადურობასთან, ხალხის მოძულე არამზადებთან, რომლებიც ამ მიწას ამძიმებენ. ახალგაზრდა, ამდენი ხალხი იმისთვის არ შევიკრიბეთ, რომ ბრალდებები ვისმინოთ. ასეთები ვართ და არც შეცვლას ვაპირებთ. მოხვედი და გვაჩვენე, რომ არ გეშინია. გასაგებია, ძლიერი ადამიანი ხარ. როგორ შეგვიძლია შევრიგდეთ, აი ეს გვაინტერესებს. თქვენთან შერიგებას არ ვაპირებ. ჰალილ იბრაჰიმ. ვალდებულები არ ვართ. მეგობრები გავხდეთ, მაგრამ შერიგება უცილებელია. შეგიძლია რამე გთხოვო, სანაცვლოდ ჩვენთვის რამე გააკეთე და თუ შეგვიძლია გავაკეთოთ, გავაკეთებთ. თუ შეგვიძლია მოგცეთ, მოგცემთ. მაგრამ ეს სისხლით მტრობა უნდა შეწყდეს. რიзвან ბეი. კარგი, წადი. ჩვენი რაშიდის ვაჟს ციხეში რაღაც შეემთხვა. წასვლა ითხოვა. თუნებას მომცემთ, მეც რამდენიმე ადგილზე დავრეკავ. საავადმყოფოს საკითხს მოვაგვარებ. ბიჭი დანით დაჩეხეს. ძიმე და რას ამბობ მამა? მე არ მეჩქარება, გააკეთეთ, რაც საჭიროა. დედას როგორ უნდა ვუთხრა? ცუდი ამბავი მეგობარმა უნდა შეატყობინოს შვილო. მერთმაქნას შენს მას არაფერი მოუვიდეს. მერთმაქნას. ელიფ, ნუ ნერვიულობ. რომ არ ვუთხრათ არ შეიძლება. დედამაც უნდა იცოდეს. მადლობა ხმართ, შენი ძმა ცოცხალია. დედა დაელაპარაკება და საავადმყოფოში მის სანახავად წავალთ. პოლიცია არ შეგვიშვებს, ზეინებ. მამამაც თქვა, რომ არავინ მივიდეს. რამეს მოვიფიქრებთ? ზეინებ. შენი აზრით, ჩემს ძმას ასე ვინ მოექცა? წარმოდგენა არ მოგზელებ. ეს ასიეს გაკეთებულია, შენც ხომ იცი? არა საკინე. იქამდე როგორ მივიდოდა? ციხეა. ყოველთვის რაღაც ხდება. რეშიც დავურეკავ. დარეგე. მადლობა, ღმერთს კარგი ამბავი მაქვს. ჩვენი შვილი არ მომკვდარა. გადარჩება. რას ვამბობდით? ეს მიწა ასეთია. აი ზუსტად ამას ვგულისხმობდი. ჰალილ იბრაჰიმ. და ეს სისხლის ღვრა შეწყდეს. ახლა გითხარი, ჩვენგან რა გინდა? მინდა 50% იმ ყველაფრის, რაც გაგაჩნიათ. რას ბოდავს რიзвან? ყველაფრის ნახევარი. ნახევარი ცოტაა. სულ წაიღე. თუ ნახევარს არ მომცემთ, ყველაფერს წავიღებ. რას ბოდავ? თავი ვინ გგონია? შვიდად.
იევუს. ხალილ იბრაჰიმ. ყველა ვინც ამ მაგიდასთან ზის შერიგებისთვის მზადაა, მაგრამ რამე ადეკვატური მოითხოვე. ჩემთვის ადეკვატური ეს არის. ესე იგი საქმე ჩვენს ფულში და ჩვენს ქონებაშია? ასეა? არა. თქვენს არსებობაში. მაგრამ ხედავ ქონება თქვენს ციცოცხლეზე უფრო ძვირფასია, ამიტომ როგორც ფიქრეთ მათქვა, მეტად ადეკვატურები იყავით. და ჩემი 50% ულაპარაკოდ მომეცით. რა მოხდება თუ არ მოგცემთ? რა სიზამ? თქვენს სამუშაო ადგილებს გავანადგურებ. ისეთ მდგომარეობამდე მიგიყვანთ, რომ მუშაობას ვერ შეძლებთ. ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, ქუჩაში გავლას ვეღარ შეძლებთ. ჯანდაბამდე გზა გქონია, ნაბიჯვარო. კარგად მომისმინე. მხოლოდ იმიტომ, რომ ზეინებისგან რამოდენიმე ადგილის შესახებ გაიგე, მოხვედი და გგონია, რომ 40 წლიანი მგლები შენს წინაშე თავს დახრიან? კარგად ვიცი, რომ მგლები თავს არ ხრიან. ეს წინადადება ძაღლებს შევთავაზე. ანამ ძვალს მიიღებთ. ან შიმშილით დაიხოცებით. მისმინე ხალილ იბრაჰიმ, შეურაცხყოფა მოისმინე და საკუთარიც გამოთქვი. საკმარისია. კიდევ გაგიმეორებ. ადეკვატურად მოიქეცი. გეყოფა თავის დახრა. ჯერ ვერ მოკალი, ახლა 50%-ზეც თანახმა ხარ? ბიძია დურსუნ. მოდი შვილ. მოდი და გაანადგურე თუ გამბედაობა გეყოფა. წაიღე რასაც იპოვი. წავიღე. უკვე მე მაქვს. რა მიზანი გვაქვს? თავი ძლიერი გგონია, იმიტომ რომ იარაღი დატვირთული 2 სატვირთო წაგვართვი? სატვირთოს არ გულისხმობ. თქვენს კარიერზე გელაპარაკებით. ყველაფერი წავიღე, რაც იქ იყო. არ იცოდით არა? არ იცოდით. თქვენი პარტნიორი ნარკოტიკების დამზადებით არის დაკავებული. რა? რომელი ნარკოტიკები? ტყუილია. ნარკოტიკებიდან მიღებული შემოსავლის პროცენტის აღებას არ ვაპირებ. იმიტომ რომ არავის ვაიძულებ მოიხმაროს. რომელი ნარკოტიკი, რა კარიერი? დურსუნ. მსგავსი რამ არ არსებობს, ტყუილია. რა ხდება დურსუნ? რიძვან. არანაირი ნარკოტიკი არ არსებობს. რომელი ნარკოტიკი, რა ხდება? როცა გადაწყვეტ ჩემი 50% მომცეთ, იცით სადაც ვარ. მომართლა. ფიქრეთი ჩემი პარტნიორი არ არის. ისიც თავის 50%-ს მომიტანს. გემრიელად მიერთვით. შეგიძლიათ ერთმანეთი დაჭამოთ. Yaslan be Halil İbrahim, kıvırcık saçlarına, kar düşmüş uçlarına, dağın yamaçlarına. Yaslan be Halil İbrahim. მამიდა? ჩემი ბიჭი ოპერაციაზე გაიყვანეს. საკინე მდგომარეობა როგორია? რეშიდმა მითხრა, რომ კარგად იქნება. მოდი, საყვარელო, მოდი. ზეინებ. რაღაც მინდა გთხოვო, შვილო. რა თქმა უნდა. თხოვე, რაც გინდა. საკინე. ამაოდნოს თხოვს, ავადმყოფოში არ შეუშვებე. ვიცი. მამა და ძმამის გვერდითაა. ჩემი ბიჭი ოპერაციის შემდეგ გამოვა, მაგრამ საავადმყოფოდან გამოსვლას ვერ შეძლებს.
დაწყებულ საქმეს შუა გზაზე არ დატოვებენ. ვის გულისხმობ, დეიდა? ნიშნულობა არ აქვს, ვის გულისხმობ. არსებობს მხოლოდ ერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ჩემ შვილს სიცოცხლე შეუნარჩუნოს. და ეს დედა შენია. ასიესთან ამას რა კავშირი აქვს? იავუზი ხომ ლეილაზე დანიშნეს. აშკარაა, იავუზმა ჩემს ბიჭზე და ლეილაზე გაიგო. ეს მისი გაკეთებულია. თუ ასიე ეტყვის, რომ შეჩერდნენ, ვერავინ ვერაფერს დაუშავებს. საკინე. ასიე არაფერს გააკეთებს, თუნდაც შეეძლოს. ხომ იცი, რომ არ გააკეთებს. შვილის დაკარგვის ტკივილი ცოტა ხნის წინ ხომ გამოცადა. იქნებ გამიგოს. გამიყვანეს ენებ. მის ფეხებთან დავეცემი. ყველაფერს გავაკეთებ. ოღონ ჩემო შვილმა იცოცხლოს. წავიდეთ, მამიდა. შენთან ერთად სიკვდილზეც წავა. ჩავიცვამ და წავიდეთ, კარგი? ბიძია, ჰალილ იბრაჰიმ. სად არის? მითხრა, რომ ერთ ადგილზე უნდა შეევლო. რა ადგილზე? აშკარაა ზეინებ შეხვდება. მაგიდაზე ბომბი შეაგდო, ახლა წავა და აფეთქების ხმას მოусმეს. ამ სახლში რასაკეთებ? თამარი საყვარელო, შეგიძლია დედა შენ შეატყობინე, რომ მე და დეიდა საკინე მოვედით? არა, დედას არც ცალია. ძმაო ძალიან მნიშვნელოვანია. შეგიძლია ძმა არ დამიძახო. აქ დამელოდე. თარიქს სულ უფრო და უფრო ემსგავსება. მამიდა? დიახ, კარგად ხარ? ნუ გეშინია, კარგად ვარ. Ablacığım. Dao. საყვარელო. Canım benim. ჩემო პატარა. Haber var mı? ჯენგიუსზე რამე იცით? Ne olur sen bir şey. თხოვთ რამე მითხარით. ნუ გეშინია. კარგად იქნება. არ ინერვიულო. კარგი. შეგიძლიათ შეხვიდეთ. წამოდი მამიდა. ლეილა, შენს ოთახში წადი. რა შენი საქმეა? ლეილა, შენს ოთახში წადი მეთქი. რა ხდება? რატომ მოხვედით? შეიძლება დავსხდეთ. რისთვის? მწუხარება გავუზიაროთ? იმ მდგომარეობაში არ ვარ ჩემი მწუხარება გაგიზიაროთ. თქვით რაც გინდათ და წადით. Sen nasıl bir ასეთი სასტიკი როგორ ხარ? Belli ki ne olduğunu აშკარაა რომ იცი აქ რატომ ვართ. Daha yeni evladını ახლა ხან შვილი შენც დაკარგე. ნამუსი არ გაქვს? ახლა მოკეტე უქნარა. გაჯუმდი. და შენმა გულჩვილმა მამიდა მილაპარაკოს. მაინტერესებს რა სიტყვის, რა უნდა მთხოვოს. ასია, გადავიფიქრე. შენს მოსმენას არ ვაპირებ.
მაგრამ შენ მოგიწევს მომისმინო. თორე მეორე შვილსაც დაკარგავ. ამ საქმის უკან შენ გახარ არა? დიდხანს გალოდინე უგუნურო. ისევ რაღაც ჩაიფიქრი არა? შენი ძმა მთელს დაჯგუფებას თავს დაესხა. რას ნიშნავს თავს დაესხა? პირდაპირ მნიშვნელობით, ბოლომდე არა, მაგრამ 50%-ით. შეგიძლია ნორმალურად მითხრა. გუშინ 10 სატვირთო წამოვიყვანე, იარაღით დატვირთული. 1 ტონა ნარკოტიკიც მაქვს. მანამდე 6 მილიონი დოლარი წავართვი. დღეს კი მათ წინაშე ვიჯექი და ვუთხარი, რომ მათი ქონების 50% მიდა. კარგად გითქვამს, ამის გამო უკანასკნელად გხედავ. ავადმყოფი ხარ თუ რა გჭირს? შენთვის ნორმები არ არსებობს, ყველაფრის ეტაპობრივად მოგვარებას არ ვაპირებდით? გეგმა ხომ გქონდა? ძმაო, გეგმა მანამდე იყო, სანამ თავს გავცემდი. ახლა საქმე შეიცვალა. დასაკარგი არაფერი მაქვს ოგუს. შენი და მეგობრების გარდა. გესმის? ბაზა 4 ლაპარაკობს კაპიტანი 30. კაპიტან 30, ბაზა 4 გისმენთ. მეთაურო სასტრაფო ვითარება. სასტრაფო ვითარება? აქ მოსვლამდე ხომ არაფერი გაგიკეთებია? არაფერი იმის გარდა რაც უკვე გითხარი. გისმენ. მეთაურო რაღაც მოხდა. ზეინებ ლეტომ 100 ლეტოს ესროლა. ვერ გავიგე, გაიმეორე. ზეინებ ლეტომ 100 ლეტოს ესროლა მეთაურო.